როგორც ხედავთ, გვაქვს ფიგურა, რომელსაც 4-ვე გვერდი აქვს x-ის ტოლი, ანუ ეს ფიგურა არის კვადრატი, და მე მაინტერესებს ასეთი რაღაც. მაინტერესებს პერიმეტრის და ამ ერთი გვერდის სიგრძე ერთმანეთთან პროპორციულ დამოკიდებულებაშია თუ არა. მოდი ავიღოთ პატარა ცხრილი. აქ იყოს გვერდის სიგრძე, აქ იყოს პერიმეტრი, აქ იყოს შეფარდება. ეხლა ვნახოთ. ესე იგი, გვერდის სიგრძე არის x-ი, პერიმეტრი არის p. კარგი, როცა x-ი უდრის 1-ს, პერიმეტრი უდრის 4-ს, რატომ? იმიტომ რომ 1, 1, 1 და 1, 4 ცალი ერთიანი, ესე იგი 4. და შეფარდება არის 4, მოდი ცალკე ვიზამ შეფარდების ფერს, 4 გაყოფილი 1-ზე, ანუ 4. კარგი. შემდეგი, როცა x-ი უდრის 2-ს, 2 + 2 + 2 + 2 არის 8, ესე იგი, შეფარდება იქნება, უბრალოდ პერიმეტრი იქნება 8, შეფარდება იქნება 8 გაყოფილი 2-ზე. 8 გაყოფილი 2-ზე უდრის ისე 4-ს. კარგი, როცა გვერდი არის 3, პერიმეტრი არის 3 + 3 6 + 3 9 + 3 12, ესე იგი პერიმეტრია 12, ხოლო შეფარდება არის 12 გაყოფილი 3-ზე, რაც ისევ და ისევ უდრის 4-ს. ესე იგი, გამოდის რომ მართლაც გვერდის სიგრძის, ანუ x-ის და პერიმეტრის, ანუ p-ს, ეს არის p, პერიმეტრის, ანუ p-ს ერთმანეთთან დამოკიდებულება არის პროპორციული. კერძოდ, როგორი? თქვა შეფარდება რა არის? შეფარდება არის პერიმეტრი, ანუ 4-ჯერ გვერდის სიგრძე, ესე იგი, პერიმეტრი, ანუ 4-ჯერ გვერდის სიგრძე, ანუ 4-ჯერ x-ი, გაყოფილი გვერდის სიგრძეზე, ანუ x-ზე. რაც რა იქნება? ყოველთვის იქნება x-თან შეიკვეცება 4-ის ტოლი. ესე იგი, ყოველთვის 4-ის ტოლი არის პერიმეტრის შეფარდება გვერდის სიგრძესთან. ეს ყველაფერი გვეუბნება იმას, რომ ამ ფიგურის, ანუ კვადრატის პერიმეტრი, ანუ p უდრის 4-ჯერ x-ს, ანუ უდრის 4-ჯერ გვერდის სიგრძეს. ესე იგი, პროპორციულობის კოეფიციენტი აქ არის 4, ეს არის პროპორციულობის კოეფიციენტი და შეფარდება არის პროპორციული. უბრალოდ დამოკიდებულება ერთმანეთთან არის პროპორციული.